მოგესალმებით მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია დღის ახალი ამბები, რომელსაც მარნეულის ტელევიზიის გუნდთან ერთად მე ნინო კერბარიშვილი და სალო სალახლი წარმოგიდგენთ. Salamlayıram hər birinizi. Marnel televiziyasının komandası ilə birlikdə mən Salo Salahlı və Nino Kerbalishvilinin təqdim edəcəyi xüsusi xəbər buraxılışı efirdədir. 74 წლის ქალი, რომელიც ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს, მის საცხოვრებელი სახლის კორპუსის პირველ სართულზე საკონდიტეროს უჩივის. დეტალებით ნახეთ ჩვენი მომზადებული სიუჟეტი. მარტოხელა ასაკოვანი ქალი, რომელიც ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს, როგორც თავად აღნიშნავს, ზამთრის სიცივის მიუხედავად სახლის დარაბები მუდმივად ღია აქვს. დღე და ღამე ფანჯრები ღია მაქვს. ზაფხულში თბილად და კიდევ არ აუშავს, მაგრამ ახლა ზამთარია და ასე ყოფნა შეუძლებელია. აი ასე, ქურთუკითხოფნა მიწევს სახლში. როგორც ვერა მანსუროვა ჩვენთან საუბარში აცხადებს, მისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული საკონდიტრო ობიექტი ოვენიდან გაზის ნამწვისა და საცხობში წარმოებული პროდუქციის სუნი მის საცხოვრებელ ბინაში მძაფრად იგრძნობა. ამ ფაქტის გამო ქალი ინტოქსიკაციით საბადმყოფოშიც იქნა გადაყვანილი. სახლში შემოსული ნამწვის სუნის გამო წნებები მიწევს 180-მდე. ამის ფონზე სასწრაფო დახმარების გამოძახება მიხდება. ასაკოვანი ვარ, ისედაც მაქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და ამას კიდევ ეს სუნი ერთვება თან. როგორც ხანდაზმული ქალი აცხადებს, იგი იძულებული გახდა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა. სახლში სუფთა ჰაერი არ მაქვს. სუნთქვა შეუძლებელია, საკონდიტრო საერთო განწოვით სარგებლობს. ეს სუნი და ნამწვი სახლში გროვდება და ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს ჯანმრთელობაზე. არაერთხელ ვთხოვე, რომ მოეგვარებინათ ეს საკითხი, მაგრამ ყურად არ იღეს. ამის მაგივრად დამემუქრნენ კიდეც. იძულებული გავხდი სასამართლოს გზით გადამეწყვიტა ეს პრობლემა. როგორც ვერა მანსუროვას ადვოკატი ამირან დავაძე ამბობს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღზრულია სისხლის სამართლის საქმე. ობიექტების ფუნქციონირების დროს ხშირად იღება უსამართლობის წესები. აღნიშნული შესახებად ვერა მასუროვმა არაერთხელ მიმართა როგორც სლოვენიის ხელმძღვანელობას ასევე საკონდიტრო ობიექტს, მაგრამ მაგათ ყურად არ იღებს აღნიშნული შესახებ გაფრთხილება. 2020 წლის ივლისში აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციის დროს გარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები. ისედაც ვერა მასუროვა მოიწამა და იქ გადაყვანილი იქნა მარნეული ჯეოსპედის საავადმყოფოში. მოხდა ფაქტი საქართველოში დაგასაკვირდა სამინისტროს ქვემოხარჯის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მოხდა კატალოგის განასწავლი ნიშნების შესახებ. საქართველოს სამართლის მოქმედებები დაიშნა რამოდენიმე სახის ექსპერტიზა, სამედიცინო ექსპერტიზა და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ჩვენს მიერ შეწყობინება და საჩივარი გაგზავნილი იყო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სულთანის ეროვნული სააბატოს ქვემოქართლის რეგიონულ სამმართველოში. რაზედაც ჩვენი საჩივის განხილვის დროს შეიქმნა კომისია მაგაზე შემოწმა აღნიშნული ობიექტები და აღნიშნული ობიექტების შემოწმების დროს გამოვლენილი იქნა დარღვევები, რადგანაც საცხობი ოვენის მეპატრონე დაჯანმრთელებული იქნა არქილარით, ხოლო სასაშაურო ობიექტის ბიზნეს ოპერატორი დაჯანმრთელებული იქნა 200 ლარით. ჩვენ ახლა ველოდებით მხოლოდ ექსპერტიზის დასმის შედეგებს. ექსპერტიზის დასმის შედეგების შედეგად გაირკვევა თუ რამდენად იქნა გარღვეული საცხობი ობიექტის უსაფრთხოების წესები. დადგინდება თუ რომელი წესებია გარღვეული, აქედან გამომდინარე თუ გარღვეული იქნა წესები ვერა მასუროვა იქნება სოფლის გადარერებული და მოცემულ ფაქტზე დაიწყება სისხლის სამართლის განხორციელება, სისხლის სამართლის დევნა დანაშაულში ერთიდანი პირების მიმართო. და ამდენად ჩვენ დაფიქსირდა მხოლოდ ველოდებით ექსპერტიზის დასმებს.
საკონდიტრო ოვენის მფლობელებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. Marniyeli şəhərinin Rustaveli küçəsində yaşayan 74 yaşlı qadın Oven Şirniyyət müəssisəsindən şikayətlənir. Bununla bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjetdə izləyə bilərsiniz. Marniyeli şəhərinin Rustaveli küçəsində yaşayan yaşlı qadının sözlərinə görə qışın soyuğuna baxmayaraq evin qapıları daim açıqdır. Pəncərələrim gecə-gündüz açıqdır. Yayda isti olur, amma indi qışdır və belə qalmaq mümkün deyil. Bu şəkildə evdə pencəkdə olmalıyam. Vera Mansurovanın bizimlə söhbət zamanı qeyd etdiyinə görə yaşayış binasının birinci mərtəbəsində yerləşən Oven Şirniyyət müəssisəsindən yanan qaz və mənzildəki çörək məhsullarının qoxusu onun yaşayış binasına verir. Bu fakt səbəbindən qadın ağır vəziyyətdə bir neçə dəfə xəstəxanaya aparılıb. Evə gələn his qoxusu səbəbilə təzyiqim yüksək sənə qalxır. Bunun üçün də təcili yardım çağırmaq məcburiyyətində qalıram. Yaşlıyam, onsuz da başqa sağlamlıq problemlərim var. Bu qoxu da bir tərəfdən təsir edir. Yaşlı qadının dediyinə görə problemi həll etmək üçün məhkəməyə müraciət etmək məcburiyyətində qalıb. Evdə təmiz hava yoxdur, nəfəs almaq mümkün deyil. Bu qoxu və hiss evdə yığılır və səhhətimə çox pis təsir edir. Dəfələrlə onlardan bu məsələni həll etmələrini xahiş etdim. Lakin onlar mənə qulaq asmadılar. Hətta əvəzində məni təhdid etdilər. Bu problemi məhkəmə yolu ilə həll etmək məcburiyyətində qaldım. Vera Mansurovanın vəkili Amiran Davacinin sözlərinə görə işlə bağlı cinayət işi başlanılıb. Sözü gedən müəssisədə təhlükəsizlik qaydaları pozulur. Qeyd olunan məsələ ilə bağlı Vera Mansurova bir neçə dəfə Oven rəhbərliyinə müraciət etdi. 2020-ci ilin iyul ayında həmin müəssisə təhlükəsizlik qaydalarını pozub. Bu səbəblə Vera Mansurova evə daxil olan həmin qazla zəhərlənərək xəstəxanaya aparılıb. Həmin faktla bağlı Kvema Kartel Polis Departamentinin Marniyeli rayon dairəsinə müraciət edildi və cinayət işi açıldı. Nəticədə ekspertiza təyin edildi. Gürcüstanın Qida Agentliyinə müraciət edilib. Həmin müəssisə yoxlanılıb və yoxlanış nəticəsində qayda pozuntuları aşkarlanıb. Nəticədə isə Şarma müəssisəsi 200 lari ilə Oven isə 100 lari məbləğində cərimələnib. Biz hal-hazırda ekspertizanın nəticəsini gözləyirik. Həmin nəticə ilə məlum olacaq ki, nə qayda pozuntusu qeydə alınıb. Alınan nəticə ilə əgər qayda pozuntuları aşkarlanarsa, Vera Mansurova zərər çəkən statusuna sahib olacaq. Aşkarlanmasa, zərər çəkən sayılmayacaq. Təsdiqlənsə cinayət işinə başlanılacaq və lazımi cəza tətbiq olunacaq. Biz hal-hazırda nəticəni gözləyirik. Oven Şirniyyət müəssisəsinin sahibləri məsələ ilə bağlı rəsmi şərh verməkdən imtina etdilər. მარნეულის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ. დეტალებით ნახეთ ლელა ხარშილაძისა და ეკა ერადის მომზადებული სიუჟეტი. ამიერიდან COVID ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია ჯეოჰოსპიტალსის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდება. 10 დეკემბრიდან კლინიკას ჰიბრიდული ცენტრის სტატუსი მიენიჭა. ჰიბრიდულ კლინიკად გადაკეთდა, გარდა იმისა, რომ გვაქვს კოვიდიანი პაციენტების მიღების სერვისი, შენარჩუნებული გვაქვს მულტიპროფილურის ყველა საბაზისო სერვისი, უსაფრთხო ნაწილი გარემო კლინიკის ნაწილში. აბსოლუტურად ეს არის ქირურგია, ტრავმატოლოგია, პედიატრია, ინტენსიური კარდიოლოგია, მულტიპროფილური თერაპია, ასე რომ ყველა ის სერვისი რაც ქონდა გვაქვს შენარჩუნებული და ქსელის მასშტაბით მინდა გითხრათ, რომ აი ესე ეტაპობრივად კლინიკები, ჩვენი ჯეოჰოსპიტალსის კლინიკები ერთვება აი ამ COVID სტატუსით მუშაობის პროცესში. ბორჯომის კლინიკაც შეუდგა უკვე მუშაობას ამ სტილით. ჩვენთვის აი მონაპოვარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემიძლია ვთქვა, რომ არის ჯანგბადის ქარხანა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ძალიან აქტუალური არის ამ მოცემულ სიტუაციაში და ძალიან გვეხმარება პაციენტების მართვაში, რა თქმა უნდა. რომ გუშინ ოფიციალურად გუშინ
მოგვენიჭა ეს სტატუსი და დღეს უკვე 40 ადგილიდან 30 ადგილი დაკავებული გვაქვს. ძირითადად ადგილობრივ COVID ინფიცირებულებს ემსახურება. აი, ვისაც ჭირდება, ყველას ვიღებთ თუ კი გვაქვს ადგილი. ნუ ინტენსიურ თერაპიაში უკვე აღარ გვაქვს ადგილი და მართვის სუნთქვის აპარატი აღარ გვაქვს თავისუფალი. რაც შეეხება თერაპიულ პროფილს, გვაქვს ადგილები და ვისაც დაჭირდება ნებისმიერი რეგიონიდან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ კი დახმარება ჭირდებათ, ჩვენ ვიღებთ უპრობლემოდ. COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში ჩართვა და დამატებით საწოლფონდების ზრდა ჯეოჰოსპიტალსის მარნეულის კლინიკის გარდა ქვეყნის მასშტაბით სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კვლავ იგეგმება. Marniyonun Geohospital klinikası bugündən etibarən COVID-ə yoluxan pasiyentləri də qəbul edir. Bununla bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjetdə izləyə bilərsiniz. Bundan sonra COVID-ə yoluxanlar Geohospitalın Marniyon Tibb Mərkəzinə yerləşdiriləcəklər. Dekabrın 10-dan etibarən klinikaya hibrid mərkəz statusu verildi. Hibridul klinikად გადაკეთდა, გარდა იმისა, რომ გვაქვს COVID-იანი პაციენტების მიღების Geohospital hibrid bir klinikaya çevrildi. Bundan başqa COVID-ə yoluxan xəstələri də qəbul etmə xidmətimiz davam edir. Multiprofilim bütün təməl xidmətlərini təhlükəsizlik hissəsində, klinikanın bir hissəsində tamamilə qoruyub saxlamışıq. Bu cərrahiyyə, travma, pediatriya, kardiologiyadır. Mövcud olan bütün xidmətlərimiz qorunub saxlanılır. Geohospital klinikaları mərhələli şəkildə COVID statusu ilə işləmə prosesinə qoşulurlar. Bir çox klinika artıq bu stillə işləməyə başlayıb. Bizim üçün ən vaciblərdən biri sahib olduğumuz və bu vəziyyətdə çox uyğun olan, əlbəttə ki, xəstələrin idarə edilməsində bizə çox kömək edən oksigen bitkisidir. Dünən bu status bizə rəsmi olaraq verildi. Bugün 40 yerdən 30 yerimiz dolu. Yerimiz olduğu təqdirdə hər bir xəstəni qəbul edirik. Reanimasiyada artıq yerimiz yoxdur. Süni tənəffüs aparatımız boşda deyil. Onu da qeyd etmək istəyirəm ki, bölgənin bizim üçün önəmi yoxdur. Kimin köməyə ehtiyacı varsa, biz problemsiz şəkildə qəbul edirik. მოგვენიჭა ეს სტატუსი და დღეს უკვე COVID-19-a yoluxmuş xəstələrin idarə etmə prosesinə cəlb edilməsi və əlavə çarpayıların artırılması Geohospital Marniyon klinikası xaricində ölkənin digər tibb müəssisələrində yenə planlaşdırılır. Bolo 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 4146 COVID ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 291 ქვემო ქართლში. თუ როგორი ეპიდვითარება ქვეყნის მასშტაბით, ამას ჩვენს მომზადებულ სიუჟეტში შეიტყობთ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4146 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 291 ქვემო ქართლში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID ინფექციისგან 2129 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. 11 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 183.099 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 150.461 მოქალაქე. ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ვირუსით გარდაცვლილია 1694 პირი. Son 24 saat ərzində Gürcüstanda koronavirusa 4146 yoluxmalı qeyd alınıb. Onlardan 281 isə kvemokarteldə aşkarlanıb. Bununla bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjetdə izləyə bilərsiniz. Son 24 saat ərzində koronavirusun təsdiqlənmiş 4146 yeni halı qeyd alınıb. Onlardan 281-i kvemokarteldə aşkarlanıb. Son 24 saat ərzində ölkə miqyasında 2129 vətəndaş koronavirusdan sağlamlığına qovuşub. 37 pasiyenti isə dünyasını dəyişib. 11 dekabr tarixinə olan məlumata görə Gürcüstanda COVID-19 pandemiyasının yayılmasından bu günədək ümumilikdə yoluxmalı 183.099 təşkil edir. Onlardan 150.461 vətəndaş sağalıb. Ölkə miqyasında 2020-ci ilin 26 fevralından bu günədək ümumilikdə ölüm halı 1694 təşkil edir. ჩვენ ახლა წინ თბილისის სტუდია გველის, საიდანაც ქვეყნის სხვა ახალ ამბებს შევიტყობთ.
დღეს 12 საათზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. მიუხედავად ირაკლი კობახიძის მრავალგზის განცხადებისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პირველივე სესიაზე არაერთ ოპოზიციონერს ვიხილავდით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. სხდომაზე პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება უკვე ცნო. დადგენილება საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით მიიღო. დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით. ამ სიტყვებით გახსნა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სესია საქართველოს პრეზიდენტმა. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ. საქართველო გზა გასაყარზეა. ქვეყანა განთავისუფლდა ხილული ბორკილებისგან. მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ გვჭირდება კიდევ ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ სესიას პროცედურის თანახმად უხუცესი დეპუტატი, ანუ ბუბა კიკაბიძე უნდა გაძღოლოდა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ როლის შესრულება ლადო კახიძეს ქართული ოცნების დეპუტატს მოუხდა. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ვემსახურო. მადლობთ ამისათვის. პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი 88 დეპუტატმა თამარ შვანიესთან ერთად დადო. მე სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს. ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში. ვთხოვთ წარმოვთქვათ სიტყვა ფიცავ. ფიცავ. დღესვე მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები წარუდგინეს. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 4 წლით კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. შემდგომი ნაბიჯი მთავრობის ფორმირებაა, თუმცა ვინ იქნება ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა. ეს გიორგი გახარია. დაკომპლექტდა საქართველოს პარლამენტი ავირჩიე თანამდებობის პირები, ძირითად თანამდებობებზე და ეს არის ძალიან კარგი სასტარტო საფუძველი იმისათვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა იმუშაოს წარმატებით შემდეგი 4 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ პარლამენტის მუშაობა წაადგეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ყველა კომიტეტი არის პასუხისმგებელი როგორც განაშემოქმედების საქმიანობაზე, ასევე შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროების ზედამხედველობაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დარწმუნებულია, რომ 15-ვე კომიტეტის თავმჯდომარე ამ პასუხისმგებლობას შეასრულებს ისე როგორც წესი. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ ამერიკისა და გერმანიის ელჩები. სხდომაზე იყვნენ სასულიერო პირებიც. სესიის დაწყებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს დელეგაციამ. მათ მხარეებს კვლავ მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ფერმიდან ერთ-ერთი რიგითი ზებრა ვარ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის პარკში შეიკრიბნენ, სადაც უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა მემორანდუმით დაადასტურეს. ახალი არჩევნების გარდა გარეშე, რა თქმა უნდა, არ განიხილება არც ერთი მიზეზი ვიმეშევრების პარლამენტში. ამ ერთი კაცის პარლამენტის სიცოცხლის უნარიანობა ხანგრძლივი ვერ ექნება. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მომავალ კვირაში. იმედი მაქვს, რომ გაცილებით კვადრატული იქნება ქართული ოცნების პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ვიმოქმედებთ ამ გზით. სამწუხარო ეს რეალობა მივიღეთ ჩვენ წლების მანძილზე და არასწორი მარტივობის შედეგად. კობახიძემ გასაგებად თქვა გუშინწირო პარალელურად ამ მოლაპარაკებების არის ნამდვილად, ასე ვთქვათ, რეპრესიების მომხრე ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ
პოზიტიურად მე ამ მოლაპარაკებებზე შინაგანად განწყობილი არ ვარ, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. რა თქმა უნდა, ხა რაც შეეხება ვინ ვის გზას დაადგა, ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. ჩატარებული არჩევნები იმგვარად ამას არ გამოიწვია საზოგადოების დიდ ნაწილში ამგვარი რეაქცია. ეს იყო მოცემულობა სამწუხაროდ ეს არ იქნა გათვალისწინებული დღეს ეს შედეგი ახლა ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ. ივანიშვილმა ვერ შეძლო ძალაუფლების უზურპაცია. ეგრეთ წოდებული პარლამენტის შეკრებისთანავე გარდაიცვალა, წინგოლოდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის ერთიანობა მაჩვენე უმაღლესი სტანდარტი, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ხდება მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჩვენ მოლაპარაკებებზე უარს არასდროს არ ვითხოვით. ეს მანდატების დატოვებასთან არანაირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ჭირდება საკითხს და პოლიტიკური გადაწყვეტა პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ იყო ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს. ადგილზე არ იყო გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. მათთან ერთად არ ჩანდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეული რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. მათი თქმით, საპარლამენტო მანდატებზე უარით პარლამენტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დროს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა. ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში პროტესტის ფონზე მოუხდათ შესვლა. გაპროტესტებ იმას, რომ საქართველოში არ მინდა იყოს რუსეთის ფედერაცია, არ მინდა ჩემს პარლამენტში გავრილოვი იჯდებს. ვაპროტესტებ და ვიდგებით მანამ, სანამ ამას ესენი ვერ შეიგნებენ. ქვეყანას აღარ გავზა, როგორც ხედავთ, ეს ამათ უკვე საბჭოთა კავშირი აქვს აქ. ზებრა ცესკოს აკრედიტაციით საბჭოთა ჰიმნი სამგლოვიაროთ აიგული. ამ ატრიბუტებით მოქალაქეთა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღევანდელობასა და საბჭოთა პერიოდს შორის პარალელის გავლებას ცდილობდა და პროცეს უნდობლობას უცხადებდა. საქართველოში პარლამენტარიზმი გარდაიცვალა, იგი მოკლა დიქტატორმა ივანიშვილმა, საბოლოოდ ჩამოაყალიბა საბჭოთა შულოკორეული ტიპის პოლიტბიუროდ ეს დაწესებულება, რომელიც დღეიდან პარლამენტად არ შეიძლება იწოდებოდეს, მანამ სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და ჩვენ არ მივიღებთ მრავალპარტიულ მმართველობას. ჩვენ რამოდენიმე ათწლეული წინ დავბრუნდით საბჭოთა ეპოქაში, მაშინ როდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტი და ჩვენი საზოგადოება დიდხანს ვერ შეეგუება ამას. დღეს არის ქართული პოლიტიკიზმის და დემოკრატიის გარდაცვალება. ეს პარლამენტის შენობა დღეს არის გადაქცეული ზებრების ფერმად, ბიძინა ივანიშვილის ზებრების ფერმა არის ეს და ჩემი ადგილი არის სწორედ იქ. თუ ქვეყანაში რამე ზებრა იყო, ყველა იქ არის. მე დავრჩი ერთი გარეთ მარტო ასე არ შეიძლება. სანამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, თბილისის მერია პარლამენტის წინ ნაძვის ხეს დგამდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა 4-წლიანი მუშაობა დღეს ოპოზიციის გარეშე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში 150 სკამიდან 62 ცარიელი იყო სივრცე, მხოლოდ ქართული ოცნების 88 დეპუტატმა შეავსო. რამდენად საკმარისია მანდატების ეს რაოდენობა საპარლამენტო უფლებამოსილების სრული განხორციელებისთვის. კონსტიტუციონალისტები რამდენიმე საკითხს გამოყოფენ, რისთვისაც პარლამენტს მინიმუმ 100 ხმა დასჭირდება. თუ 2/3-ზე ნაკლებია პარლამენტის წევრთა რაოდენობა, თუნდაც საეჭვო არ იყოს ასეთი პარლამენტის ზოგადი ლეგიტიმაციის საკითხი, ის მაინც ვერ შეძლებს კონსტიტუციაში ვერანაირი ცვლილების შეტანას. ერთი, ვერ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული კონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებას. მოაწესრიგოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების საკითხი, რადგან ეს საკითხიც 2/3 წყდება. ვერ შეძლებს სიმბოლიკის შეცვლას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა იმპიჩმენტის წესი. ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ეს უკვე პრობლემაა. სწორედ დემოკრატიულობის კუთხით ექმნება პარლამენტს სერიოზული პრობლემა ერთპარტიულობის პირობებში, იმიტომ რომ მთელი ხელისუფლება ვერ იქნება მოტივირებული, არ არის ხოლმე მოტივირებული საიმისოდ, რომ მის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებები შეამოწმოს, კრიტიკულად შეაფასოს და დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ პრაქტიკულად მთლიანად კონტროლის ფუნქცია ერთი მხრივ იქნება სუსტი, მეორე მხრივ გამოუყენებელი. ყველა თვალსაზრისით პარლამენტის ხდება
ძალიან უნარო და სუსტი. საკანონმდებლო ორგანოში პირველი სესიის ჩატარებამდე 2 დღით ადრე ირაკლი კობახიძემ 3 ახალი ინიციატივა წარადგინა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, დაფინანსებისა და პრივილეგიების შეჩერება პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტში არჩევლენ და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთა ლიდერებიც საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებენ. რამდენად განხორციელებადია ეს ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ უკვე შეაფასა შანტაჟად. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიაკუ პასუხობს. პარტიები არ ერთი არჩევნებით არც ერთ არჩევნებზე არ არის მიბმულები, ისინი აგრძელებენ მომავალ საქმიანობას. ხო, ანუ კონკრეტულ არჩევნებში საპარლამენტო სისტემა პარლამენტში გამოიყენებენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმს, ეს არის მათი არჩევანი და ის არ არის კავშირში დაფინანსების მიღებასთან. ამას გარდა როგორც კი დღეს საქართველოს პარლამენტი ცნობს ყველა პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, ან პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი თავად დაადასტურებს ამ არჩევნების კანონიერებას. ხვალ ზეგ 5 თვის მერე, 1 წლის მერე, 4 წლის მერე თუ დატოვებენ ეს დეპუტატები თავიანთ მანდატს, ისინი ვეღარ მიიღებენ იმ წერტილიდან თავიანთ ხელფას. მაგრამ დაფინანსებას პარტია მიიღებს, იმიტომ რომ დეპუტატი ის ფული ეკუთვნის პარტიას და არა დეპუტატს. უმრავლესობა არ უნდა იყოს ნახევარზე მეტი ამ იმაში, საგამოძიებო კომისიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. შესაბამისად, თუ შექმნის ხელისუფლება ამ საგამოძიებო კომისიას, მას მაშინ მოუწევს ფორმალურად შეიყვანოს ოპოზიციური დეპუტატები. მაგრამ აბსოლუტურად ეხა ფორმალურად ჩაწერენ თუ არ ჩაწერენ დეპუტატებს ამ სიაში აბსოლუტურად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიის არსი არის ის, რომ ოპოზიცია იხილავს საკითხებს და ოპოზიცია ჩართული. თუ ეს არ იქნა შეთანხმების ნაწილი და ოპოზიცია არ შევიდა, მაშინ საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ აქვს. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგერთვება წითელი სოფლის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე სოფლის საფეხბურთო გუნდის ალგეთი 2-ის მწვრთნელი არამ აკოპიანი. საღამოშდობის არამ. მოგესალმებით. არამ, რა ღონისძიებებს აახორციელებს ახლა თქვენი ორგანიზაცია? ჩვენი ორგანიზაცია ეხლა ანუ მოგებული აქვს მერის პროექტი და ვასწავლით ანუ ახალგაზრდებს ანუ ქართული ენას როგორც ანუ სკოლამდელებს ასევე უფროს კლასელებს ანუ გვაქვს კურსები ეხლა COVID პანდემიის გამო ანუ ეს სკოლამდელი ბავშვები არ დადიან ჩვენ ცენტრში, ჩაკეტილები ვართ, მაგრამ ონლაინ კურსები ტარდება უფროს კლასელებისათვის ქართული ენის. დიახ, ანუ ონლაინ ჩვეულებრივად გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. დიახ, კვირაში 2 ჯერ ჩვეულებრივად ვატარებთ ანუ ეს კურსები და სხვა ღონისძიებები უკვე ის მარნეულის მერის გამოცხადებული ანუ ეს გრანტის ფარგლებში მოგებული, ანუ სხვა ღონისძიებები ვაკეთებთ უკვე. დიახ, ანუ თქვენ ალბათ იმ პროექტს გულისხმობთ, რომელიც მარნეულის მერიამ გამოაცხადა, კონკრეტულად კი ახალგაზრდული იდეების კონკურსი. დიახ, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მოგებული ჩვენ ვართ. ჩვენ შევიტანეთ პროექტი ქალის განვითარება და ანუ ქალი სპორტში. თავიდან ანუ ჩვენი პროექტი იყო ჩაწერული ანუ სხვა გეგმებით, მაგრამ ამ COVID პანდემიის ფარგლებში რაღაცა ანუ შევიცვალეთ პროექტის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს შეზღუდვები ანუ ჩვენს პროექტს შეეხო, მაგიტომაც ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ უფრო ანუ ჩვენი ახალგაზრდებისათვის სპორტული ინვენტარებით ანუ ვიყიდოთ ეს ინვენტარები და დავამზადოთ ანუ რაღაცეები, რაც საჭიროა ჩვენი მოედანისათვის, ჩვენი ბავშვებისათვის, ეს არის ბურთები, ფორმები და სხვა ანუ უკვე მოახდინეთ ამ ინვენტარის შეძენა? დიახ, უკვე დარიგებული ანუ ყველა ფორმა ბავშვებს, ბურთებიც უკვე ანუ გვაქვს და ანუ რაღაცა კიდე ანუ კარების შენებლობა მიმდინარეობს ახლა პროცესია ამ დღეებში დავამთავრებთ ეგაც
და სტადიონისათვის კამები და ასე შემდეგ. დიახ, თქვენ სამომავლო გეგმებზედაც რომ გვესაუბროთ. თუ აპირებთ კიდევ პროექტებში მონაწილეობის მიღებას? დიახ, რა თქმა უნდა, მინდა პირველ რიგში მარნეულის მერიას მადლობა გამოვიხადო, იმიტომ რომ ესეთი ძალიან კარგი პროექტები, მისცა საშუალება რომ ეს კარგი პროექტები გავახორციელოთ არა მარტო ჩვენ და ჩვენსნაირი ცენტრები სხვადასხვა სოფლებში ბევრი და ძალიან საინტერესო პროექტები გამოაცხადეს და უკვე ეს პროექტები ტარდება, რა თქმა უნდა და მეორედ თუ იქნება კიდე კარგს კიდე ესეთი პროექტი კიდე კარგი იქნება და კიდე მივიღებ მონაწილეობას დიდი სურვილით და ეს პროექტები მინდა გითხრა რომ ბავშვებისათვის мотиваციას აძლევს თუმდაც პატარა რაღაცით რომ ჩვენ ვიყიდეთ ინვენტარები ხო ეს ბავშვები ძალიან მოტივირებული არიან რომ ჩაერთონ სპორტში უფრო აქტიურები გავხდნენ და რა ინვენტარზე არის საუბარი კონკრეტულად ეს არის ფორმები, ბურთები და რა ვიცი, ფეხბურთისათვის საჭირო ფიშკები და ასე შემდეგ. მთლიანად ეს აღჭურვილობა უკვე ვიყიდეთ და რა ვიცი, ეს ძალიან კარგია ჩემი აზრით. დიახ, არამ ისევ რომ გადავუხვიოთ იმ თემას სამომავლო გეგმებს. თუ აპირებთ რაიმე აქტივობების ჩატარებას პანდემიასთან დაკავშირებით, თუ რა გაქვთ რაიმე ესეთი მოტივი ხალხის მეტი ინფორმირებისთვის? ჯერჯერობით ესეთი აქტივობების საჭიროებას არ ხედავთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან კარგად ხალხი ძალიან კარგად ინფორმულია თუ როგორ უნდა მოიქცეს, თუ რა უნდა გარეთ გამოსვლისას პირბადის გარეშე რო არ უნდა გამოხვიდეს, ძირითადი ეს ინფორმაცია რაც არის საჭირო, უკვე ხალხი იცის. და პირადად ჩვენ სოფელში თუ რაიმე ინფორმაციის ნაკლებობა არის ჩვენი ცენტრის მეშვეობით ჩვენ ვავრცელებთ ეს ინფორმაცია არამ მე როგორც ხვდები თქვენს სოფელში აღმოიფხვრა ეს პრობლემა ხალხს არ აქვს ინფორმაციის სიმცირე არა აქვს ესეთი ინფორმაციის სიმცირე ყველას მთავარია იციან როგორ უნდა მოიქცენ და გწევენ როგორც წესია გასაგებია, რა შეიცვალა იმის შემდეგ თქვენს გუნდში, თქვენს ორგანიზაციაში, რაც მოხდა ამ ბოლო აღნიშნული კონკურსის მოგება? პირველ რიგში შეიცვალა ჩვენი ბავშვების ქცევა, უფრო დამოკიდებულება ალბათ. დიახ, უფრო მეტი აქტიურობას ხედავ ამ ბავშვების მხრიდან, როგორც გოგოების, ასევე ბიჭების. უფრო მეტნი არიან ჩართულები როგორც ჩვენი ორგანიზაციის აქტივობებში ასევე ამ ქართულენის კურსების სწავლაში უფრო მეტი ბავშვი სულ ახლები და ახლები მოდიან ჯგუფში მაგრამ სამწუხაროდ ამ პანდემიის გამო დასწრება ნაკლები გვაქვს მაგრამ ბავშვები სულ ახლები არიან ჩვენთან ჯგუფში ქალთა გოგო ბავშვების უკაცრავად გოგოების საფეხბურთო გუნდზე რას მეტყვი არამ როგორი აქტივობაა გოგონებისგან აქვე მინდა აღნიშნო რომ გოგოები უფრო დაინტერესებულები არიან რომ ითამაშონ ფეხბურთი და ასევე სულ ახალი გოგოების სახეებს ხედავ ჩემს გუნდში, რომ სურვილი აქვთ რომ მოვიდნენ ითამაშონ, რა ვიცი, მიიღონ ეს თუნდაც პატარა საჩუქრები, რა ვიცი, ფორმები, ბურთები, იყოს ექსკურსიები სადმე ჩვენ გეგმავთ აი ამ კორონა პანდემიის შემდეგ ექსკურსიები იქნება, რა ვიცი სპორტულ მუზეუმებში იქნება, თბილისში იქნება ის. ამ პანდემიის პერიოდში თუ გაქვთ ჩვეულებრივად წვრთნები? პანდემიის პერიოდში არა, მაგრამ ონლაინ აი ამ
ეხლა ვფიქრობთ, რომ სამოვალოდ დავიწყოთ ქართული სპორტის გაზიარება ახალგაზრდებს, ანუ ისტორიის გაზიარება უпростоრად. ჩვენ უკვე წიგნები მივიღეთ. დიდი მადლობა ბატონ მამუკა კვარაცხელიას, რომელიც აჩუქა ჩვენს ეს წიგნები, არაჩვეულებრივი ეს წიგნები და ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყებთ აი ამ კუთხითაც ბავშვებში, ეს სპორტის ისტორიის ცნობიერების ამაღლებაც. ხარა. დიდი მადლობა. მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ. დაგემშვიდობებით არა მამით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ჩართვის სტუმარი იყო წითელი სოფლის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე სოფლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი არა მაკოპიანი. თქვენ ახლა წინ ხვალინდელი ამინდის პროგნოზიგელი, ჩვენ კი კეთილი სურვილებით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. Bugünlük bu kadar. Sabahın hava prognozu sizi gözler. Sağ olun, salamat kalın.